ყველას მოგესალმებით. მე დღეს ვარ სოფელ საგურამოში. აქ არის საშინელი წვიმა და მოგიტომ ვარ საწვიმარით და საშინელი ქარია, მაგრამ დღეს ვატარებ კითხვებს და პასუხს ნომერ 2-ს. მოკლედ წავიდეთ. ეს არის ჩვენი კითხვების ცხრილი. გამარჯობა. შეიძლება კითხვა დაგისვათ? შეიძლება? კაი, აბა მითხარით. თუკუს ბაქანი არა აქვს, უსახლკაროა თუ შიშველი? უსახლკაროა თუ შიშველი? კაი, მადლობა, კარგად. ვა. მე შიშველი მეგონა. კაი. ნახოთ შემდეგი ვინაა. აკეთარა. აი აგერამაზე. უკაცრავად. შეიძლება კითხვა დაგისვათ? კაი. თუ სუპერმენი ყველაზე ჭკვიანია, მაშინ რატომ აცვია შავლის ზემოდან ტრუსი? და ტრუსი რატომ აცვია მაშინ შავლის ზემოდან? არ იცი? კაი. კარგად. ვა, თქმა არ ვიცი, საერთოდ არც მე არ ვიცი, რატო აცვია. კაი, წავედით აბა. აი მე რა საშინელია მინდია ნეტა იცოდა, ტელეფონი სველია. კაი. აი ვიღაც ჩანს ვკითხავ ამასაც. ისეც წვიმიანია მინდია და არავინ არ დგას გარეთ. გამარჯობა. უკაცრავად. უკაცრავად. შეიძლება კითხვა დაგისვათ? რატო? კაი, აბა მითხარი. თუ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა, მაშინ რატომაა ტელეფონზე საუბარი ფასიანი? ტელეფონები დაიხურა საფონოთი და ისე მთავრობა თვალე ის შეიძლება. კაი, მადლობა. ვა, ნახე ეს მთავრობა რა შვება. კაი, აგერ კიდე მოდის ვიღაც. გამარჯობა. შეიძლება კითხვა დაგისვათ? რატომ აჭედებენ კუბოს თავსახურს ლურსმნებით? ხო, მაგრამ ანუ აი ნახე თავსახურს ადებენ ჩვეულებრივად და ლურსმნებით ამაგრებენ კიდე რომ არ მოძროს და რატომ? ხო, მაგრამ კუდრები ახდიან? არა, ადამიანები. ხო, შეიძლება მასეც. კაი, მადლობა. კაი. ნუ ეგეც შესაძლებელია. მე არ მეგონა თუ შეიძლება მასე. მოკლედ, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. ყველას გამშვიდობებით, შეხვედრამდე. კარგად.